SPF სტიკები ახშობს ფორებს. არა ჩემოკარგებო, ესე საქმე არ არის, მე მესმის, როცა ჩვენ უყურებთ SPF სტიკს, მას აქვს საკმაოდ ყრივი სტრუქტურა და გვჩება შთაბეჭდილება, განსაკუთრებით სახეზე, როცა ვისმენთ, რომ ის ახშობს ფორებს. ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის ჩვენ უნდა ეს SPF-ის სტიკი კარგად ჩამოვიბანოთ. მოგეხსენებათ, რომ ცხიმს ყველაზე კარგად რეცხავს ცხიმი, ამიტომაც თუ თქვენ ხართ SPF სტიკების მომხმარებელი, მაგ შემთხვევაში თქვენ უნდა ჩამოიბანოთ ეს საშუალება ჰიდროფილური ზეთით. ეს იქნება იდეალური ვარიანტი იმისთვის, რომ სტიკი თავიდან ბოლომდე იყოს სახიდან მოცილებული და არაფერი არ დარჩეს თქვენ ფორებში. და რაც თავარია, არ დაგვაუწყეს, რომ ჰიდროფილური ზეთის შემდეგ ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება რამე გელი, რომელიც ჩამობას კიდე სახეს, ასე თქმული ორმაგი წმენდა. აი ამ კომბინაციის გამოყენების შემთხვევაში თქვენ კანს არაფერი არ ემუქრება და რაც თავარია, თქვენ გექნებათ მყარი დაცვა სახის დღის განმავლობაში. აბა ჩემო კარგებო, როგორც ყოველთვის წარმატებულ არჩევას გისურვებთ.